მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე ვარ ამ არხის შემქმნელი. დღეს მე გაჩვენებთ რა არის Drown Cartoon Story, ანუ ეს არის აპი, სადაც უნდა გააკეთო ანიმაციები. უნდა კი არა და შეგიძლია გააკეთო ანიმაციები. ეხლა გაჩვენებთ როგორ უნდა ანიმაციების გაკეთება. დასაწყისში გაქვთ რამოდენიმე პაკები. შეგიძლია არჩიოთ ნებისმიერი. მე ავირჩიე from community 2. Shell people. აქ არის ხალხი. გმირები. რა? ავირჩევ აი ამ ტიპს. თუ გინდათ რომ კარგად გამოჩნდეს კადრში, უნდა გაადიდოთ. გადიდები შეიძლება უნდა დააწვეთ გმირს და რო ხედავთ ნაინჯისფერი ღილაკს, მაგას უნდა დააწვეთ და აწვეთ ზემოთ. თუ გინდათ რომ გაადიდოთ. თუ დაპატარავება გინდათ, ქვემოთ უნდა დაწიოთ. ეხლა გაჩვენეთ როგორ უნდა ანიმაციის გაკეთება. მარჯვნივ არის ლურჯი ღილაკი. რითიც შეგიძლია გააკეთო ანიმაცია. პირველ რიგში დააწექი მაგას. ყოველ გმირის გამოძრავებაზე აწიეთ ზემოთ დააწექით ისევ ამ ლურჯ ღილაკს. მერე და ეგრე გააგრძელეთ. ეხლა გაჩვენეთ სიარულის ანიმაცია, როგორ უნდა გააკეთო. მერე ეს გადაწიოთ ფეხები, როგორც ხედავთ ეკრანზე. ისე ავწევით ლურჯ ღილაკს და ასე შემდეგ. მერე დგამთ, იმას წევთ. მერე ისევ და ესე ვაგრძელებთ რამდენჯერაც გინდათ, ეგრე ვაგრძელებთ. აბა ეხლა შეხედოთ ანიმაციას. საკმაოდ კაი არის ადამიანისთვის, რომელიც იწყებს. მე მაქვს გაკეთებული ანიმაციები. თუ თქვენ გააკეთეთ ანიმაცია და გინდათ რომ შეინახოთ. თქვათ აი ესაა ჩემი ანიმაცია. ვაწვევი მაღლა და save project. ვაწვევი 3 ხაზს ზემოთ, რაც არის ყველაზე მაღლა. save project. ვაწვევით და უწერთ სახელს. როცა სახელი დაუწერეთ, ვაწვევით კარგის. და ის ნამუშევარი შენახულია. ეხლა აგიხსნით რას ნიშნავს ღილაკები მენიუში. პირველი ღილაკი, როგორც რას ვამბობდი, ეგ არის save as project შენახვა. მეორე არის ექსპორტი. ექსპორტი, ანუ რომ შეინახოთ ეს ანიმაცია გალერეიაში. შემდეგია create items. ნივთების შექმნა. აქ უნდა შექმნათ ნივთები. მე ტუტორიალს გავაკეთებ, როგორ შევქმნათ ნივთები. edit scene. ეხლა ესაა საინტერესო. აქ შეგიძლია მიუთითო სიჩქარე ანიმაციის. შეგიძლია თვითონ უკანა ფონის სიდიდე. აი გავდიდე ფონი და ესეთი გახდა. შეგიძლია გააკეთო ანიმაცია ან ძალიან ნელი. მაქსიმუმი არის 48. მინიმუმი არის 0. აქ არ კიდე ზემოთ ეს არის კადრები. რამდენი კადრები იყოს. ეს მეც არ ვიცი კარგად აღვნა. მერე შემდეგი add audio. აუდიოს დამატება. აქ შეგიძლია რამე აუდიო ფაილები და რამე აუდიო მიუთითო და გააკეთო ანიმაცია. მერე background, უკანა ფონი. ეს background და თუ გინდა დაამატოთ უკანა ფონი, უნდა დააწვეთ აი მაღლა ღილაკი +2 და add. აქ შეგიძლია მიუთითო ფონები, რომლებიც თვითონაა. შეგიძლია შენი ფოტოებიდან. შეგიძლია თქვენ ფოტოებიდან. შეგიძლია დახატოთ. აი მე მაქვს ქალაქი. თქვათ. აი მიუთითე უკანა ფონი და ეგრე ტიპი არის ქალაქში. შემდეგი არის camera view. ეს არის საინტერესო ახლა. camera view არის კამერის, როგორ თქვა. ანუ როცა ანიმაციის გააკეთებ და გინდათ და ტიპი არის კამერის იქით. შეგიძლია camera view-ს დააწვე და აი თუ გინდა მიაახლო, ეს მიაახლოვე და გააგრძელე. აბა ეხლა ნახოთ. ეს ტიპი მიდის. მე ქალაქში ხო გეჩნდა. აი ესე. ხო და მერე შემდეგი არის speed effect.
სიჩქარის ეფექტიო. ჭილაკ სიჩქარა დაარეგულირო. ჭილა ნელი გახადო. ჭილა სწრაფი. როგორც გამოვა. და ბოლო 2 არის აქაც სეტინგებში და ტუტორიალზე. ნუ სეტინგები ანუ გები რა. მეორე არის ტუტორიალზე. How to create items. აქა ტუტორიალი. ნუ მე ვიღებ ახლა ტუტორიალს აბა ბოდიშთ. ხო, ესეთი კაიაპია საკმაოდ კაიაპია თუ გინდათ რომ გააკეთოთ ანიმაციები და თან მით უმეტეს ტელეფონში. ესაპი არის როგორც ტელეფონებზე, მასე კომპიუტერებზეც. ადვილია, აქ საკმაოდ ადვილია ანიმაციების გაკეთება. და შემდეგ ვიდეოში განვიხილავთ როგორ გავაკეთოთ ნივთები. ამით დავამთავრეთ დღევანდელ ვიდეოს და დაგემშვიდობებით ხვალამდე.